გოგოებო, დილა, არ ვდგებით? არა, დღეს დავიძინოთ. კარგი, როგორც გინდათ. დავწერე, ბლონდი, შენი აზრით ეს მესიჯი შეაშინებს? კი, აუცილებლად შეაშინებს. მაგრამ რომ არ მოვიდნენ, თუ არ მოვლენ, ესე იგი მშიშარა კურდღლები არიან. მოდით დრო არ დავკარგოთ. ნახეთ, ამ კრევეტებს ძინავთ. ხო, მთელი ღამე იცინოდნენ და ახლა ჩაეძინათ. მოდით დრო არ დავკარგოთ. რა საშინელი სუნია აქ? ხო, ოფლის, წავედით. ეს რა იყო? ვიღაც შემოვიდა ალბათ. ბიჭები იქნებოდნენ. დამთავრდა გოგოებო, ძილი გამიფუჭდა, უნდა ავდგეთ. ვაუ, გოგოებო, იცით რა კარგი ამინდია? გოგოებო, თქვენი პირადი დღიურებით საწოლზე რატოა? უი? ნახეთ, ვიღაცამ სასიყვარულო წერილი დაგვიტოვა. ხომ გითხარით, ბიჭები იქნებოდნენ შემოსულებით ხო? ვისგან არის წერილი? კრევეტებო, დავამთავრეთ. ახლა ბაწყობთ შეხვედრას. თუ არ მოხვალთ, ესე იგი გეშინიათ. მშიშარა კურდღლები ხართ, ბაყაყები. არ ყოფილა სასიყვარულო წერილი. ჯანდაბა, რა უნდათ ამ გომბეშოებს ჩვენგან, ძალიან დამღალეს. კნოპა, უნდათ რომ აღარ დავავალოთ რაღაცეები. დიანა, რა? ხო, მივალთ და დავამარცხებთ. დიანა, ძალიან მომწონს შენი შემართება, მაგრამ ახლა წავიდეთ და კბილები გავიხეხოთ, იმიტომ რომ გუშინდელ კარბონარას ახლა კარგი სუნი არ ასდის. მართალია, წავედით. ლეილა, არ მესმის მთელი დღე ასე უნდა იწვე, ეს რამე პროტესტია? ლეილა აქ არ არის მასწავლებელო მაიკ. ლეილა, უბრალოდ ვერ ხვდები რაზე ბრასტები. კი, ჩემი მარჯვენა ხელი ამდენი ხანი იყავი, მაგრამ ახლა ბაჭიები არიან. იმიტომ რომ შენ შესაქმეს კარგად ვერ ასრულებდი, რა ვქნა? მასწავლებელო მაიკ, ზუსტად არ გითქვამთ რა უნდა გაგვეკეთებინა. კარგი, ასე იყოს, მაშინ შემშობლებს დაურეკავ. მე ამ ბანაკში ასეთ აქციას ვერ ავიტან. მასწავლებელო მაიკ, არ გაინტერესებთ რა არის თინეიჯერის გულში? გატეხილ გულში თქვენ მე მიღალატეთ. ლეილა, შენთვის არავის არაფერი არ დაუშავებია და ემოციურობა არ გინდა. იმედები გამიცრუე. კარგი მასწავლებელო მაიკ, წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენად შურისმაძიებელი ადამიანი ვარ. ეს არ უნდა გაგეკეთებინათ ჩემთვის. გოგოებო, ძალიან გაბრაზებული ვარ. ბაყაყებს თან ვინ გონიათ? ყველაზე მაგრები ამ სახლში. ხო, და გაბრაზებულები არიან, რომ ახლა ჩვენ ვართ უფროსები. გოგოებო, იცით რატომ ეშლებათ ნერვები? იციან, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და ამას უბრალოდ ვერ იჯერებენ. დღეს მოუწევს დაჯერება. ხო, სხვა გზა არ არის. აბა, ბანი აგვიანებს, მგონი შეეშინდათ. თუ ამან შეაშინა, მაშინ მართლა მშიშარა კურდღლები არიან. კალთბურთელები მოდიან, ჩუმად იყავით. აბა გოგოებო, მზად ხართ? უკვე გველოდებიან. ხო, აუცილებლად გავანადგურებთ. მოდით ეს გავაკეთოთ. მოდიან, დავმარხავ. ბლონდი, შენი ხელი კარგ მდგომარეობაში არ ხარ ახლა. ცერათითით ვიზამ ყველაფერს. კარგი, გაებდნენ. აი, შეგიძლია გამიკეთო ლატე 20 კოლსი შაქრით? ლეილა, დეპრესიაში ხარ? ხო, ლეილა, ბევრია. კლიენტმა შეუკვეთა, უბრალოდ გააკეთე. როგორ გამოიცანით, რომ დეპრესია მაქვს? რა იყო, სახეზე მაწერია? მე 10 პორცია გამიკეთე გაზმის ფრთების, მეც დეპრესიაში ვარ. დიმა დაიკარგა. კოსტა 10 პორცია ძალიან ბევრი არ არის. აი, კლიენტმა თქვა შენ აკეთებ. აბა ბაყაყებო, დაგვიძახეთ? შეხვედრა რატომ დაგვითქვით? მომისმინეთ დიდყურებიანო, კურდღლებო, მოდით მშვიდობიანად გადავჭრათ. თქვენ უფროსები ხართ, მაგრამ ჩვენი არა. გოგოებო, ეს გაიგეთ? ხო. ბაყაყები სიმშვიდეს გვთავაზობენ. ბანი არ მესმის, დაგვრცინით? ტონი შეიცვალეთ, კურდღლებო. თუ გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთ, რა სიტყვით? გარეთ გასვლა აკრძალულია. თუ დაგავიწყდათ და რატომ დაგვიძახეთ, გვითხარით? უფს, თქვენ თვითონ დაიწყეთ კონფლიქტი. პირველ რიგში არანაირ ლოგინს არ დავალაგებ. ბლონდი, გაგიჟდი ჩემს მეგობარს, როგორ ეხები? მეგობრებო, ხო იცით, ხოლმე საღამოს აქვს უოლება იმართება. რამე კარგი დასაცმელი ხო არ გაქვთ, მე არაფერი წამომიღია. მე მაქვს, მაგრამ ჩემ დასაცმელს არ მოგცევ. ჩემი კიდე უბრალოდ არ ჩაგეტევა. გასაგებია, რამე უნდა მოვიფიქრო. მოიცა, აქ რა ხდება, გომბეშოები ჩვენ გოგოებს ეჩხუბებიან. გომბეშოებო, რა ხდება? კნობა, რამე ხო არ დაგიშოვეს? არა, მე აქეთ გავაბრაზებ, ბაყაყებო, ნუ გვეხებით. რა
რა იყო ბანი, ახლა დიდგულზე ხართ? შეყვარებულები მოვიდნენ თქვენს დასაცავად? რა გინდათ? რომეო ხელები მოაშორე ნასტიას თვალეს გავტეხავ. რასიზა? მოკლედ ბაყაყებო, წადით ოთახებში, მეორედ ჩვენთან არ შემოხვიდეთ არანაირი წერილები, ჩვენ თქვენ არ გეხებით და არც თქვენ შეგვეხებით, გაიგეთ? ამას შემიძლია სამუდამოდ უყურო ბაჭიების და გომბეშვების ჩხუბს. ისტერიკაში არიან. ლეილა, მიდი მიხედე, ეს ხო შენი საქმეა. არა, კოსტამე, მასწავლებელი მაიკის მარჯვენა ხელი აღარ ვარ, არ ჩავერევი ამაში. აი, თუ შეიძლება გამეორე. უნდა გაიგოთ, რომ არავის საწოლს არ დაბალაგებთ. ამათ რა ჭირთ, ცილი არ იყოთ? არ უნდათ იმ ფაქტის შეგუება, რომ ჩვენ ვართ უბროსები ამ სახლში. საყვარელო, თქვენთვის რამე ხوار დაუშავებია? არა, სმაილობა სცადონ. მგონი რაღაც გამაგრილებელი გჭირდება, მაგალითად მარწყვის ლიმონათი. გოგოებო, მე საპირფარეშოში გავაუცბად, ნასტია, გაჩერდი, ზაკთან მიდიხარ? დიანა, ჩემს გონებას კითხულობ? ნასტია, შუბლზე გაწერია, არსად არ წახვალ. მოდი, ანა, აქ ვეღარ ვიქნები. კოსტა, წამოსად მე გავისეირნოთ რა. კარგი. რას დალებთ? მარწყვის ლიმონათი? პიცა, ჩემს გონებას კითხულობ? კი, მარწყვის ლიმონათი ყველას. კარგი, 6 მარწყვის ლიმონათი, პიცა, ყინული საკმარისი გვაქვს. კი, მაქვს და მე სმუზი მინდა. ნასტია დეპრესიაშია, ზაკი გენატრება ნასტია. სმაილ, უბრალოდ ნამდვილი გმირი ხარ. მე და ბიჭები გავუგიშდით გომბეშვები რო დავინახეთ. თქვენ რო არა, არ ვიცი რა დაგვემართებოდა. კარგი, ნასტია, სმუზის გაგიკეთებ. პიცა გვაქვს ინგრედიენტები. ახლავე? დამიბრუნე. ეს არ გააკეთო. მოიცა, შენ უფროსმას არ უზიარებ და ისე სად მიდიხარ? პაემაზე ხო ალბათ, ლამაზ გოგო მაინცაა? კი, ლამაზია და გამატარე. გთხოვ. ხედავ ზაკ, რომ არავის უსმენ, არ ჩვენს უფროს დას და არ ჩვენს უფროს ძმას. სალინა, ყვირილი არ გინდა, როგი უბრალოდ შეყვარებულია, ხო ასია? ხო, შეყვარებული ვარ, ახლა გამიშვებ თუ არა? სალინა, შენ წადი, ახლა როგი სერიოზულად უნდა დაველაპარაკო. არსად არ წახვალ ზაკ? სიბ, ძალიან გთხოვ, უბრალოდ გამიშვებ. როგი, მომისმინე, ხო იცი რომ შენი უფროსი ძმა ვარ და ისიც ხო იცი რომ ჩვენნაირი ხალხი და ეგეთი ხალხი ერთმანეთს არ უნდა ხვდებოდეს. და ისიც ხო იცი რომ თუ სიყვარული ნამდვილია, შეიძლება ისე უჩვეულებრივი ადამიანი გავხდე. როგი, ეს ყველაფერი უბრალოდ ხაბრებია. სიბ, უბრალოდ პაემაზე გამიშვებ. თარმას ლამაზი მეგობრები ყავს. დიანა და კნოპა. ვა, ლამაზი სახელებია. დიანა და მეორე რა იყო? კნოპა. არა, როგი, ვერ გაგიშვებ. საწყენი, არა და გაიცნობდი. როგი, აბა დიანაზე მითხარი როგორია? ლამაზია? კი, ლამაზია, გრძელი თმა და ყოველთვის ძალიან კარგი სუნი. და რა ფერის თმა აქვს? თხილის. რა? არ ვიცი, რაღაცნაირად თხილისფერია. კარგი, ხო, როგი, გაგიშვებ პაემაზე, მაგრამ ხო იცი, ჯერ ზალინა უნდა დაიძინოს. ზიბ, მადლობა, საუკეთესო ძმა ხარ. თან გოგოებსაც გაგაცნობ, ძალიან კარგები არიან. აბა ზიბ, დაარწმუნე ზაკი? კი, ზაკმა ყველაფერი კარგად გაიგო და პაემნებზე არასდროს აღარ წავა. ხო, გავიგე. მიხარია ზაკ, მაშინ ძალიან გემრიელ საჭმელს მოვამზადებ. კარგი. ზიბ, იცოდე ზოიას არაფერი არ უთხრა, ხო იცი, შეიძლება წამოსდეს. ზოია ვერაფერს ვერ გაიგებს. გამარჯობა, ეს ლეილას დედაა. მოკლედ, თქვენი შვილი ძალიან გაბრაზებულია. უნდა რომ ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებდეს, მაგრამ ასე სულ ვერ იქნება. აი, მასწავლებელი მაიკი, მორჩა ბიჭებო, ყველაფერს მასწავლებელ მაიკს ვეტყვით. გოგოებო, არ გინდათ? საჭიროა, იმიტომ რომ საშინლად მოიქეცით. ხო, ჩვენი ნივთები რატომ აიღეთ? არავინ დასცინებს ჩემს ტრუსებს, გასაგებია? გოგოებო, ჩვენ არ ვიცინოდით, თქვენ არასწორად გაიგეთ. გთხოვთ, არ უთხრათ. ხო, ეს უბრალოდ ჩვენი დავალება იყო, პატრიკმა მოიფიქრა. გოგოებო, ხო, ჩემი ბრალი. კარგი, პატრიკი დამნაშავეა, ხო და პატრიკი აიღებს პასუხისმგებლობას. წავედით მასწავლებელ მაიკთან. მეშინია რომ მასწავლებელი მაიკი ვერ მიხვდება. საერთოდ ვის აინტერესებს რაღაც ვიათ. ხო, უბრალოდ დავალება იყო. ხო, ესე იგი მართალი ყოფილა. როგორი დედაც ისეთი შვილი. გოგოებო, აქ რას აკეთებთ? იცით რა მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ, ბიჭები უნდა დასაჯოთ. ხო, ბიჭები ჩვენს კარადაში შეძვრნენ და ამათი პირადი ნივთები აიღეს. გოგოებო, ახლა სერიოზული პრობლემა მაქვს ლეილასთან. შეიძლება ეს პრობლემა მერე მოუგვეროთ. რა? მოგვიანებით? გოგოებო, ხო ხედავთ, მასწავლებელი მაიკსაც არ ადარდებს თქვენი დასაცმელები. ხო, ტყუილად ბრაზდები. მოხალატეები ხართ. იცით რა გოგოებო, მასწავლებელი მაიკი თუ არ დაგვეხმარა, ჩვენით გავაკეთებთ. დღეს მათ ნივთებს უნდა დავცინოთ.
გოგოებო, ხვალ წვეულება და ბაყაყები აუცილებლად მომზადებულები მოვლენ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ნამდვილად შურს იძიებენ. ხო, და ყველაფერი წინასწარ უნდა დავგეგმოთ. თორემ რაღაცას აუცილებლად გააფუჭებენ. გოგოებო, პირველ რიგში ხვალ ძალიან ლამაზები უნდა ვიყოთ და მეორე, მალე ვიდეოს გადაღება მაქვს, ამიტომ როგორღაც სამსახლიდან უნდა წავიდეთ. დიანა, კარგი მიზეზია, წესით გაგიშვებენ. დიანა, არ ენერვიულო, ვიდეოს აუცილებლად გადაიღებ და ყველაზე მაგარი იქნება. ხო, სხვა გზა არ არის. გოგოებო, შეიძლება რაღაც გკითხოთ? ნასტია, გინდა რომ კიდევ ზაკზე გკითხო? ჩვენ შენი მეგობრები ვართ და კარგს გირჩევთ. არ გვინდა რომ ზომბთან იყო ან ვინმე უცნაურ ბიჭთან. ხო, რომეოს მიაქციე ყურადღება. თავისუფალი კალათბურთელია, რატომ არ მოგწონს? არა, გოგოებო, სამწუხაროდ რომეო ჩემი ტიპი არ არის. გოგოებო, ბოლო შეკითხვაა, მართლა გთხოვთ? ნასტია, კარგი, ბოლო შეკითხვა თუ არის, გისმენთ. გოგოებო, ზაკთან ერთად წავიდეთ. ვეტყვი რომ ჩვენ შორის ვეღარაფერი ვეღარ მოხდება, იმიტომ რომ დღეს პაიმანი გვაქვს და მე რომ არ მივიდე, საშინელებაა იქ დამელოდება. ჯანდაბა ნასტია, როგორ მსტრესა ვიცი? კარგი კნოპა, თუ ნასტია მართლა მზად არის რომ თავისი ურთიერთობა დაამთავროს ზაკთან, მაშინ ყველა ერთად წავალთ, მარტო ვერ გავუშვებთ. მადლობა გოგოებო, ნამდვილი მეგობრები ხართ. კარგი, წავიდეთ სანამ დაღამდა. ნასტია, უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ. ამის შემდეგ არანაირი ცრემლები აღარ იქნება. გპირდებით. გოგოებო, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონხართ, მითხარით, რას ვაკეთებ არასწორად? მასწავლებელმა იქს და ჩემ შორის რატომ არის გაუგებრობა? რა უცნაურია, როცა ვირთხა გეკითხება რაღაც რჩევას. მისმინე ლეილა, საერთოდ არ გვადარდებს შენი დეპრესია, უბრალოდ კარადას ვალაგებთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ იმედები გაუცრუე და მაგიტომ. ხო, მაგას მეც ხედავ ბაყაყებო, მაგრამ რა გავაკეთო? როგორ გამოვისყიდო ჩემი საქციელი? მეტყვით თუ არა? პირველ რიგში უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ შენ აღარ ხარ უფროსი, ჩვენ შევეგუეთ, მაგრამ ჩვენ ვირთხები არ ვართ, ჩრილდერები ვართ. გამარჯობა დედა. რა? მასწავლებელმა მაიკმა დარეკა? დედა, ისტერიკაში არ ვარ. რატომ მიყვირი? არ არის ეს სიმართლე, ეგ არ მithქვამს. ხო, არ არის ისტერიკაში, რა რთული ხასიათი აქვს. ხო, ისტერიკული. კარგი ნასტია, გადავწყვიტე რომ ხვალ რომეოს ვეტყვი რომ ცოტა გეფლირტაოს, იქნებ გამოვიდეს რამე. არა, დიანა, გთხოვ, რომეო არ გინდა ჩემთან, არა. იქნებ მაშინ ფეხბურთელი დიმა, არა, მოსაწყენია. კარგი, სადაც ამივედით სახლთან და ნასტია ზაკს სამუდამოდ დაშორდება. ხო, ნასტია? კი. კარგი, მთავარია რომ ზალინამ არ გაგვყაროს ცოცხით. ხო. კარგი ნასტია, ახლა კარზე დავაკაკუნებ, ზაკი გააღებს და შენეტყვი. ბოდიში ზაკ, მაგრამ ჩვენ შორის ვერაფერი მოხდება. კარგი, შევთანხმდით. და ზალინამ რომ გააღოს კარი, მაშინ ვეტყვით რომ რამდენიმე წუთით ზაკს დაუძახოს. ხო. ისევ ესენი. მე გავახებ. არა, რუკი, მე გავახებ. სალინა, არ ინერვიულო, ყველაფერს მოვუგვარებ. ზიპ, უთხარი რომ აქ აღარასდროს დაბრუნდნენ. სალინა, ძალიან მკაცრი ხარ, არ ჯობია რომ უბრალოდ მეგობრები გავხდეთ. ღმერთო ჩემო, კნოპა დაწყნარდი, ეს ზაკის ძმა არის, მომიყვა. ზაკი სად არის? ზაკის ძმა? თქვენ შორის ნასტია რომელია? მე ვარ, შეიძლება ზაკს დაველაპარაკო? და დიანა რომელია? ის არის, მე ვარ დიანა, ზაკმა ჩემზე რამე მოგიყვათ? კი, მითხრა, შენზე, ნასტიაზე და კნოპაზე. ლამაზი გოგოები ხართ, მაგრამ ზაკი გარეთ ვერ გამოვა. თხოვთ, უბრალოდ რამდენიმე სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. და შენ რა გქვია? გოგოებო, მე ზიპი ვარ, ზაკის უფროსი ძმა. გოგოებო, აბა კარგად. მისმინე ზიპ, ხვალ წვეულება გვაქვს სახლში. იქნებ მოხვიდეთ, ძალიან სახალისო იქნება. კარგი, მადლობა და ბოდიჟებისთვის, მოვიფიქრებ. დიანა, ეს რა იყო? დიანა, გოგოებო, რა პრობლემაა? უბრალოდ ზიპი დავპატიჟე წვეულებაზე, არ შემიძლია? მოიცადე დიანა, აქ იმისთვის არ მოვედით, რომ მე ზაკს დავშორებოდი? იცი რა ნასტია, არ მადარდებს, შენ გადაწყვიტე. წამოდით გოგოებო. მასთან უფრო რთული იქნება, ვიდრე შენთან ნასტია. წავედით. დიანა, ეს რა იყო? დიანა, სისულელე არ გააკეთო, ამ ბიჭთან ვერ იქნები. მისმენთ გოგოებო, მასთან ყოფნას არ ვაპირებ, უბრალოდ უკეთესად მინდა რომ გავიცნო. დიანა, ძალიან კარგად იცი რომ არ უნდა მოვიდეს წვეულებაზე, ხო? ზიპი? რატომ არა, შეუძლია მოვიდეს. და თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს.
ახლა უნდა წავიდეთ. ნახვამდის. კარგად, დიანა.